კი ბატონო, უნდა შემოგთავაზოთ, როგორ უნდა იყოს კვების რაციონი შემოდგომაზე და როგორ გვეხმარება ზოგადად სეზონური პროდუქტები ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებაში. აი ამაზე ვისაუბრებთ ნინცა როსტიაშვილის სიუჟეტში, მოვისმენთ რჩევებს ენდოკრინოლოგისგან და ასევე შებზარებული ავთანდილ ცეცხლაძისგან ვისწავლით საშემოდგომო კერძის რეცეპტს. შემოდგომა გარდამავალი პერიოდია. ზაფხულის შემდეგ ამინდიც ფერს იცვლის და უფრო გრილი დღეები იწყება, რაც ჩვენი ენერგიის და იმუნური სისტემის გამოცდას იწყებს. სწორად შერჩეული კვების რაციონი კი არა მხოლოდ ჯანმრთელობას გვინარჩუნებს, არამედ გვიმარტივებს ახალ სეზონზე გადასვლას. ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გვეუბნება, რომ ამ დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი მეტაბოლური ცვლილებები. ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამიტომაც სასურველია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღება. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს, რაც ნივთიერებათა ცვლის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ასევე უზრუნველყოფს, რომ ადამიანის ორგანიზმში არ მოხდეს სხვადასხვა მარტივი შაქრებისა და მავნე ქოლესტერინის ათვისება. პირველი წესი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ საკვებ რაციონში დიდი რაოდენობით ჩავერთოთ ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც სეზონურად მოგვეპოვება. აღნიშნული პროდუქტები მდიდარია სწორედ იმ ვიტამინებით, მიკრო, მაკრო ელემენტებით, რაც სეზონურად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ეს არის C ვიტამინი. აღნიშნული ვიტამინები დიდი რაოდენობით მოიპოვება ციტრუსებში, მაგალითად ბროკოლში, სხვადასხვა მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში. შემოდგომის დადგომასთან ერთად მზის სხივების ფუფუნება ნაკლებად გვაქვს. ამიტომ უფრო მეტად ჩავერთოთ საკვებ რაციონში თევზი, კვერცხი, რომელიც შეიცავს D ვიტამინს. უნდა მივანიჭოთ ყურადღება ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და არა ტაფამწვარს და ძალიან გადამუშავებულ და თერმულად დამუშავებულ ხორცს პროდუქტებს. იყოს ომეგა-3-ის წყარო, ეს თევზი, მაგალითად ბროკოლი, ავოკადო, თხილეული და რაც შეეხება ხორცს პროდუქტებს, ეს არა მხოლოდ ცილის საბადოა, არამედ B ჯგუფის ვიტამინებისაც, მაგალითად წითელი ხორცი. ნიშნულოვანია ყურადღება მივაქციოთ გარნირსაც. ამ დროს არ არის სასურველი მიიღოთ ცხარე соуსები, პური, შემწვარი კარტოფილი. სასურველია გამოიყენოთ ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული, ნახშირწყალი კი მიიღოთ წიწიბურის, რუხი ბრინჯის ან კუსკუსის სახით. შემოდგომაზე უხვად შემოდის ყურძენი, ხურმა, კარალიოკი. მათი დღის პირველ ნახევარში მიღება ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. აღნიშნული პროდუქტები ძალიან ხშირად იწვევს, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში შიშს, იმიტომ რომ თითქოს კალორიულია, შეიცავს უხვად დიდი რაოდენობით შაქარს და მავნე არის ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად ესე არ არის. მათი ზომიერი მიღება არ არის აკრძალული იმ პაციენტებისთვისაც კი, რომლებიც დაავადებული არიან შაქრიანი დიაბეტით. პირიქით, ეს პროდუქტები გამდიდრებულია სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ბოჭკოთი, რომელიც ასევე ვახსენეთ, რაც ზომიერი მათი მიღება პირიქით დადებითად აისახება გლიკემიის ინდექსზე, ანუ შაქრის მაჩვენებლებზე ჩვენს ორგანიზმში და შაწვის მომნელებელ სისტემაზე. უმჯობესია თუ შემოდგომის პერიოდში მეტად შეზღუდავთ პურ-ფუნთუშეულისა და ტკბილი გაზიანის სასმელების მიღებას. ასევე არ უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს რაფინირებულ შაქარს. შემოდგომის სეზონზე არ უნდა დაგვავიწყდეს გოგრა, ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებები, ასევე მხედველობის პრობლემები. წითელი ფერის ხილისა და ბოსტნეულის კვების რაციონში ჩართვა მნიშვნელოვანია ვეგანებისთვის, მაგალითად ჭარხალი და ბროწეული B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. შეფი ავთანდილ ცეცხლაძე კი სწორედ ჭარხლის საშემოდგომო სალათის მომზადებას გვასწავლის. მე მინდა გავაკეთო ახლა სალათი, აქ გვაქვს რუკოლას ფოთლები, კეილის, ჭარხლის ფოთლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოჭკოების ძალიან კარგი წყარო გვაქვს ამ სალათების სახით. ანტიოქსიდანტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ლეღვი, ბროწეული. ასევე ლეღვი არის კარგი იმით, რომ კუჭნაწლავის მონელებას ხელს უწყობს და შეიცავს ბუნებრივ შაქარს. ასევე ფისტა მაქვს აგერ წარმოდგენილი, რაც ბუნებრივი ცხიმია და შეგვივსებს იმ მარაგს, რაც ჩვენ ორგანიზმს სჭირდება. და რაც მთავარია ჭარხალი. პირველ ეტაპად უნდა გავარჩიოთ მაქსიმალურად ძლიერი ღეროები მოვაშოროთ რუკოლას, კეილის ფოთოლი ესე გამოიყურება და ძლიერი ღეროც ამას უნდა მოვაწვიტოთ და ვეცადოთ, რომ ესეთი მსუბუქ სალათის ფოთლებად ვაქციოთ. აქვე მაქვს პიტნის соуსი, რომელიც ძალიან მარტივად მოსამზადებელია, ზეითუნის ზეთის და პიტნის უბრალოდ მიქსია. ზოგი ამას შეიძლება ვთქვათ ეძახის პიტნის ზეთსაც. და დასარბილებლად ამ ზეთს მოვასხამთ. ლეღვს დავჭრი 4-ად, ასევე არ დაგვავიწყდეს ჭარხალი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
ამ სალატში. შეგვიძლია დავარქვა ჭარხლის სალატი. ჭარხალი ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია და გლუკოზი ძალიან კარგი შემავსებელია, იმიტომ რომ ჭარხალიც თავის თავში შეიცავს შაქარს, ბუნებრივ შაქარს და აი ვისაც სწორად მოგიმზადებიათ ნელ ცეცხლზე ან ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე გასინჯვისას გრძნობს სითბოს, რომელიც ჭარხალს მოსდევს. მე რეკომენდაციას გავცემ, რომ უფრო ფოლგაში გამომცხარი ჯობია, რომ შიგნით რაც ტრიალებს, გარეთ არ გამოვიდეს. ასევე მაქვს აქ წარმოდგენილი, როგორც ხედავთ, თხის ყველი, რომელიც კალციუმის ძალიან დიდი წყარო არის და თეთრი ფერიც სალატს უფრო წინ წამოწევს და გაალამაზებს. დავამატებ ატამს, ატმის სეზონი გადის. ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ ის გემო და ნოსტალგია აღარ დაგვიტოვოს, რაც ატმის მოლოდინში გვაქვს ხოლმე. ასევე ბროწეულს მოვაყრი, გრეიპფრუტის ბალიშები, მისი სიმჟავე გაგვინეიტრალებს ლერღვის და ატმის სითბოს და ფისტის სახით ცხიმი. ესე ჩვენი შემოდგომის სალათი ვიტამინებით, მინერალებით გაჯერებული და გამდიდრებული.